გავიხსენო ერთი ასეთი შემთხვევა. მე ჩავედი სენაკში, რომ მე მკურნალო წლებია და ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად მამაშიო. მოიყვანა თან მოხვა მორჩილი ბერი. ექიმებმა რომ დაინახეს, რომ სტუმარი მოგვივიდა, მოიტანეს რძე. პატივი გწვეს და ეს იყო პეტრე პავლოვის მარხვა. მე ვიყავი ახლა ნაკურთხი ეპისკოპოსი და მამაშიომ წაიკითხა ლოცვა და მე გადავსახე ჯვარი და დავლიეთ ეს რძე და მარხვაში არ შეიძლებოდა, მაგრამ რადგან მოიტანეს პატივი ვეცით იმ ექიმებს და ის მორჩილი ბერი დადგა ისაია ჩიქოვანი დადგა ცოტა მოშორები და სადაც არ შეხედა იმ რძეს და მამაშიო მეუბნება მე უკვე არ გეწმინოსო. ჯერ არ არის იმ სიმაღლეზე სულიერად, რომ პეტრე პავლოვის მარხვაში რძე დალიოს. და საოცარი აღსასრული ჰქონდა. ჩამოვიდნენ სენაკიდან ჩემთან სოხუმში, სოხუმის მიტროპოლიტი ვიყავი. ჩამოვიდნენ ბერები, მონოზნები და მითხრეს, რომ მამაშიო ძალიან ცუდა და კარგავს გონებას და ყვირის მეუფე და წავედი მე, წავიყვანე მღვდელი, წავიღე წმინდა ზიარება სოხუმიდან სენაკში და გამოიძახე მამა კონსტანტინე ხვარაია. მამა კონსტანტინე იყო მამაშიოს მოძღვარი და მამაშიო იყო ჩემი მოძღვარი. და ვთხოვე, რომ წმინდა ზიარება მეთქი მიეცი, რადგან შენ მოძღვარი ხარ, შენ დაზიარე. არა, ვერ ვაზიარებო, რაღაცო დარეული აქვსო, წყალიო თუ რაღაცა. მე ვთხარი, რომ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა და უნდა აზიარო. ვერაფრით ვერ დავაჯერე, ისეთი ჯილტი იყო კონსტანტინე. მერე მე შევედი ოთახში და ვთხარი, მამაშიო, გინდა რომ მე გაზიარო. მაზიარეო, მაგრამ ჩქარაო. რო დავიწყე ლოცვების კითხვა, სულ ყვირო და ჩქარა. მეშინოდა, რომ არ გარდაეცვალოს მეთქი. და დაზიარე და სულ ოფლიანი დავჭექი იმის გერდით სკამზე და ასე გადმოიღო ხელი დამადო მუხლზე და მეუბნება, ჩემო პატრიარქო. არა მეთქი, პატრიარქი კი არა, მიტროპოლიტი ვარ მეთქი. ჩემო პატრიარქო. და ვაზიარე და იმ ღამეს გარდაიცვალა.